ჩვენ ვართ მეხუთე ჯგუფი, მე ვარ სახელ, ესენ არიან ჩემი ჯგუფელები, მუღალთან არმენ და ქუნარა. ეს ჩვენი პირველი ბლოგია და ბლოგის თემა არის ეკოლოგიის დაცვა. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ადამიანები რას აკეთებენ ეკოლოგიისთვის. ეკოლოგია რა არის და როგორ დაიცვათ ეკოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაში. და საქართველოს ჯუჯღიანი ადგილების პრობლემის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება ჩვენი ვიდეობლოგი. ბუნებას ვაზიანებთ, მაგრამ მისი დაცვაც ჩვენს ხელშია. ბუნება ბერს ვაზიანებთ ნაკასუბრით ყველგან და მე რა გვავიწყდება. ცოტანი ფიქრობენ, რომ ეს ნაკავი შეიძლება ვინმე ზიანს აღენებდეს. სამდივილეში თუ ყველა მხოლოდ საკუთარ ნაკავს მიაგროვებს, ცხოვრება ბევრად უკეთესად გახდება. ჩვენს გამოზიანდებიან ცხოველები და ბუნება, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი მომავალი ზარალობს. როცა არ უფრთხილდებით გარემოს საკუთარ თავს ვაგლტებით სუფთა ჰაერსა და წყალს. ზოგი ადამიანი ნარჩენებს მდინარეში ატკებს, რაც წყლის დაბინძურებას იწვევს. ასევე მანქანები აბინძურებენ ჰაერს, ქარხნებიაც უწევენ მავნე აირებს. ეს ყველაფერი ცუდია ცხოველებისთვის, მცენარეებისთვის და ჩვენთვის. დედამიწა თუ ასე გავაგრძელებთ, დედამიწა გახდება ბუნწური და ავად. მაგრამ არის ასეთი ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც ასუფთავებენ ნარჩენებს და არ აძლევენ საშუალებას, რომ მსოფლიო დაბინძურდეს. ისინი აგროვებენ ნაკავს პარკებში, დღეებსა და მდინარეებთან. ზოგჯერ კომპანიებს აწყობენ და სხვებსაც იწვევენ დასასუფთავებლად. ამგვარად ბუნება გავაკუთვნის და თუ არ მოვარეთ, ბოლოს თავადვე დავზარალდებით. ჯობია დღესვე დავიწყოთ გარემოზე ზრუნვა. ნაკლები ნაკავი, მეტი სისუფთავე. გამარჯობათ, შეიძლება მივასწრებთ. რადგან არის მნიშვნელოვანი დაცვა ეკოლოგიისა და ადამიანების ცხოვრებისთვის. ეკოლოგიის დაცვა ადამიანების მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სისუფთავეებმა გამოიყენოს დაცული, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობის არანაირი დაავადება არ გავხსნეს. ეკოლოგიის დაცვა ნიშნავს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და ზიანის მინიმიზაციას. ეს მოიცავს წყლის, ჰაერისა და მიწის სისუფთავის დაცვას, დღეების გაშენებასა და არჩენების გადამუშავებას და ცხოველთა სამყაროს დაცვას. ეკოლოგიური პასუხისმგებლობა გვეხება ყველას და საჭიროა ერთად მოვქმედოთ პლანეტის სისუფთავას. ასე ბუნება სუფთა და ჯანსაღი დარჩება ჩვენთვის და მომავალ თაობებისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა ადამიანებისა და ცხოველებისთვის? გარემოს დაცვა ადამიანებისთვისაც და ცხოველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანების და ცხოველების ცხოვრობთ გარემოში. ეს პლანეტა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი ყველასთვის საერთო, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. ჩვენ ერთი ეკოლოგიის ნაწილი ვართ. შესაბამისად, ადამიანი, როგორც ყველაზე უფრო ჭკვიანი და ზეადნოტებული არსება, უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ გარემო იყოს სუფთა. როგორ დავიცვათ გარემო ყოველდღიურ ცხოვრებაში? ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი მარტივი საქმეები ყოველდღიურად, რომლებიც გარემოს იცავს. პირველ რიგში ნაკავი არ უნდა დავყაროთ, ყველგან უნდა შევავდგოთ შესაბამის ურნებში და ნარჩენები დავხარისხოთ მინაქაღალდი, პლასმასი. მეორე, ძღალი და შუქი არ უნდა დავხარჯოთ უაზროდ, როცა აღარ გვჭირდება, გავამართოთ. მესამე, პლასმასის ნივთების ნაცვლად ვეცადოთ გამოვიყენოთ მრავალჯერადი ნივთები, ნაჯის ჩანთები, მინის ბოთლები. ასევე, როცა შესაძლებელია, აირით, ფეხით ან ველოსიპედით სიარული, ეს ამცირებს ჰაერის დაბინძურებას, ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს პატარა ნაბიჯები დიდ ცვლილებას იწვევს და ჩვენს ბუნებას ეხმარება. გარემოს დაცვა ყოველას შეგვიძლია უნდა ერთად ვიმოქმედებთ. ადამიანები რომ
ჩემს შორის მობილიზება უნდა განახორციელო, უფრო მეტად უნდა ადაპტირდეს ქუჩები ეკოლოგიისთვის, ანუ მაგალითად დავთქვათ, ნავის გადამამუშავებელი მანქანები, როგორც მოგონებში, სადაც ცარიელ ბოთლებს ჩააგდებენ და ეს გადამამუშავება და ასე შემდეგ. და საქართველოში ჭუჭყიანი ადგილები როგორ უნდა გასვლა? შემიძლია გვჭირდება მეტი პერსონალი მათ მხრივ, რომელზეც ყოფილიყოს ქუჩები, მიეცეს ყურადღებას თანდას და საქართველოს დაფუნქციონების პრობლემები ადგილების შესახებ. დაფუნქციონების პრობლემა მარტო საქართველოში არ არის. ეს პრობლემა მთელი მსოფლიოში არსებობს. საქართველოში არსებობს მრავალი პრობლემური ზონა. მაგალითად, პარკები, მდინარეები, ქუჩები, მაგალითად თბილისი საქართველოს დედაქალაქია, მდიდარი პარკებით და ქუჩებით. ერთ-ერთი პოპულარული პარკი სვაგის პარკი, რომელიც საკუთრივ ადგილია დასასვენებლად. აქ ჩამოდიან ახალგაზრდები, მოქცეები, ბავშვები, რა თქმა უნდა დასასვენებლად მოდიან. ისინი ზოგჯერ კრიგეს მართავენ, კეიფს მართავენ, თუმცა შემდეგ არასწორად იცებიან. ტოვებენ პლასმასის ბოთლების, ნაჩვენების და ზოგჯერ ქიმიური ნაჩვენებსაც კი. ასევე მნიშვნელოვანია ზღვის ბათუმის ზღვის სანაპირო. რა თქმა უნდა, ბათუმი ტურისტული ადგილია, რომელზეც ბევრი ტურისტი ჩამოდის. ტურისტული სეზონის შემდეგ ზღვის სანაპირო რჩება პლასმასის ნაჩვენები და საკვების ნაჩვენები. ჩვენ გვინდა რომ მომავალში ჩადაარდეს სკოლაში, უნივერსიტეტში დასწავლების აქცია. იმიტომ რომ ბავშვები და სტუდენტები იცოდეს რომ ეს პრობლემა ჩვენი პირდაპირ უკავშირდება ბუნების და ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამარჯობა, შეიძლება თქვენი პროგრამით. თქვენ აზრით ადამიანები რა უნდა განვიხილოთ ეკოლოგიის გასწავლისთვის? ტექნოლოგიის? ეკოლოგიაზე ჩვენ წელი სამყარო ადამიანია დამნაშავე ეკოლოგიას. დამნაშავე ადამიანია ბუნებას ეკოლოგიურად. იმიტომ რომ ყველაფერს ზებიდოს ადამიანებს. ბაქანა გამეიგონა, ხარწნები გამეიგონა, გამონაბოლქვია და ამით ჩვენთვის საზღარი მადლობა ბრატებისთვის. არ დავაბინძუროთ ეკოლოგია. დაიცავთ ეკოლოგიას მრავალ თაობებისთვის. ნუ დავაბინძუროთ ზღვას. ახლანდis